კიდე ერთი საკითხი არის და ესეთი კურიოზულიც და თან მნიშვნელოვანიც კურიოზული, იმიტომ რომ უკვე ესე ვთქვათ, აი 100-ჯერ რო აუხსნა ადამიანს, რომ მაინც ვერ იგებენ და მაინც იგივეს რო აკეთებენ რა და ეს კურიოზული ვერა უკვე ტრაგიკულია მე მგონი რა. ანუ რის თქმა მინდა, უყურეთ აი ბევრი კითხულობს ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ ვიღაცასო ცესხი გამოუტანეო იმ პირობით რომ იმას უნდა ეხადაო, მე წავედიო საზღვარგარეთო და ეხლა ვაცო ის აღსრულება მე მაწუხებსო და რატომ აწუხებსო? ხალხო, უკაცრავად, მაგრამ ცოტა ადეკვატური რაღაც რაციონალური კითხვები რატო არ გიჩნდებათ? ან საერთოდ ვიღაცას რო თავდებში უდგებით, ვინც არ უნდა იყოს, ფულის ამბავია, ხო, ფინანსური ამბავია, რა ვიცი, ნათესავია, მეგობარია თუ რა. თავდებში ჩადგომა ნიშნავს ის, რომ აი რას ნიშნავს ზოგადად თავდების ინსტიტუტი სამართალში. ანუ ის, რომ ბანკი იმ შემთხვევაში აძლევს იმას სესხს, თუ კი სხვა დაზღვევის მექანიზმი არ გააჩნია იმ სესხის ამღებს, ანუ სესხებელს, არ აქვს თქვა ბინა რო ჩადოს, არ აქვს რაღაც ხელფასი სათანადო თქვა რო კრედიტი აიღოს და ამ დროს ვიღაცა მეგობარი თუ ნათესავი თავდებში უდგება და ეს რო ვიციან კიდე რაღაცაზე მომაწერინეს ხელი, აი მოგაწერინეს რას ქვია, ავტომატით დაგადგნენ და მოაწერე ხელი თუ თავში ურო გირტყეს, შეგაშინეს თუ რა მომაწერინეს რას ნიშნავს? სრულწლოვანი ადამიანი რო ხარ და უკვე სკოლა რო გაქვს დამთავრებული, წერა-კითხვის მცოდნეობაზე რო პრეტენზია გაქვს. იურიდიულ დოკუმენტს რო მოგიტანენ, ანუ საბანკო დოკუმენტს და საფინანსოს და რო არ წაიკითხავ და ხელს რომ მოაწერ, რას ნიშნავს მომაწერინეს? ხო უნდა წაიკითხო, შედალოცვილო, რაზე აწერ ხელს? იქნება რა არის, იქნება რაღაცა სასიკვდილო ის არის, განაჩენია, შენი ან სხვისი. რა ვიცი, აი ზრდასრულ ადამიანებს ესეთი რაღაცები, აი რატო ემართებათ? მომაწერინეს ხელიო და ის ეს ხე ახლა მე უნდა ვიხადო, შენ უნდა იხადო, ხო? იმიტომ რომ შენ ხარ თავდები. კეთილი გენება წაგეკითხა, რაზე აწერდი ხელს და ხო, და ისა მერე ისა რა ქვია, აი მიშველე რა, ადვოკატო, მიშველე. და ამ შველაში თან უნდა რომ უფასოთ, გესმით, თან რაღაცა მკვდარი რო გაუცოცხლო, საიდანაც, ხა ერიდან მოუტანო ეს კარგი შედეგი რა, მისთვის რო არ გადაიხადოს ის სესხი და თან უფასოთ.